შორის ნიკა, მინდა ვთქვა, მე მაგალითად როგორც ერთი მოქალაქე ვარ დაინტერესებული, რომ არ შემრჩეს ეს ერთპარტიული პარლამენტი. ძალიან მინდა რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის იყოს შეთანხმება, მინდა რომ ეს მოლაპარაკება მართლა ძალიან ღიად ვამბობ, მე სულ ვიკავებ თავს ღია პოზიციონირებისგან, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც ობიექტური ვიყო. ვარ მართლა დაინტერესებული და იცით რომ არ ვარ ახლა თქვენი პარტიის მიმართ დიდი სიმპათიით განწყობილი, მაგრამ ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ფასი არ ექნება, იმიტომ რომ 9 მილიონი ამომრჩეველი ყავს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მე რა დამიშა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და თქვენ თუ არ შეხვალთ მართლა არც ერთი 2%-იანი კი არ ვაკნინებ არავის და არც ერთი 2%-იანის შესვლა არ შეცვლით. როგორც თქვენ ძალიან ისეთი საუბარი წავიდა ეხლა რა დაგიშავეთო და ბევრმა არც იცის აი 7 ნოემბერს როცა იხსენებენ ხოლმე ხატოვანი სიტყვებია ვიღაცები შემოგვივარდებიან და იქ რომ ფეხმძიმე ქალები ძლივს ძილს ეგრე და დიანა იყო არა მაგაზეც არ არის ვიღაცა ჰიპოთეტურ ქალებზე რომ ლაპარაკობთ